Telecompanija Imedi და Prime Show სტუდია წარმოგიდგენთ. საღამო მშვიდობის. დღეს ოთხშაბათია და Prime Show ტელეკომპანია Imedi-ის ეთერშია. ბავშვობა ეს არის პერიოდი, რომელიც უდარდელი და ჯადოსნური უნდა იყოს. მაგრამ რა ხდება, როდესაც ეს ბედნიერი სურათი ინგრევა? როდესაც გვეხება ტკივილი, რისთვისაც მზად არ ვართ. დღეს გადაცემაში ვისაუბრებთ ბავშვობის ტრავმასა და მის გავლენაზე ზრდასრულ ასაკში. ჩვენმა სტუმრებმა მძიმე გზა გამოიარეს. უეცარი დანაკარგი, ომი, ფიზიკური ტრავმა და საზოგადოებრივი სტიგმა. ისინი დღეს აქ არიან, რათა შეგვახსენონ ერთი რამ. ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი საბოლოოდ შეიძლება ჩვენს უდიდეს ძალად იქცეს. სხვა შორის სანამ გადაცემაში მოვიდოდი, გზაში უსმენდი ფსიქოლოგებს ამ თემასთან დაკავშირებით და როგორც დავასკვენი, აბსოლუტურად ყველა ადამიანს რაღაცა მაინც აქვს დალექილი თავისი ბავშვობიდან. ძალიან საინტერესო თემა არის და ვფიქრობ, დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად ამას გავშლით და ვისაუბრებთ. ვფიქრობ, იმაზე უფრო მეტი რაღაცის გაგება შეიძლება ადამიანზე, ვიდრე ჩვენ მგონია, თუ გესმის და თუ იცი, რას უნდა მიაქციო პირობითად ყურადღება. არ ვიცოდი, რომ თუნდაც საუბრის მანერას, შენი სხეულის რაღაცა მიხრა-მოხრას, აი ამ ყველაფერს აქვს სათავე, რა თქმა უნდა, ბავშვობაში და ალბათ, როდესაც დღეს დავიწყეთ გადაცემა, საუბრობდით ბავშვობის ტრავმები, უნდა ალბათ განისაზღვროს კიდე რა ასაკი არის ეს ბავშვობა, ხო? სადაც შეიძლება ჩავთვალოთ. ჩვენ კულისებში წეგან მკითხულობდით, სად იწყება და მთავრდება ბავშვობა. მე ასე მგონია, რომ ყველაზე მეტად იმ ასაკში, რასაც ჩვენ ბავშვობას ვეძახით, ოჯახის წევრებთან გვაქვს ყველაზე მეტი შეხება, სკოლის მასწავლებელი იქნება, შეიძლება ბაღი იქნება, აღმზრდელები და ალბათ აი ესე სიღრმეში უნდა წავიდეთ. ჩემს ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ჩემი ბებიის გარდაცვალებას. მე უკვე მაშინ პატარას ვერ ვიტყვი, რომ მე პატარა ვიყავი, მაგრამ ჩემი აღმზრდელი ბებია იყო და რა ვიცი, აი რაღაც თითქოს რაღაცა დიდი ნაწილი ჩემი ცხოვრების თითქოს წავიდა და მას შემდეგ რაღაც ცოტა სხვანაირად დავიწყე ფიქრი და ალბათ გადაფასებაც, პირველი გადაფასება, მოდი ესე ვთქვათ, მოვიდა ზუსტად აი ამ ესე ვთქვათ ამბის შემდეგ. ტრავმირებას უფრო ალბათ მე დავარქმევდი, ეხლა წეგან ვფიქრობდი, აი რა გამომყვა უკვე ამ ასაკში პირადად მე, აი ბავშვობ და აბსოლუტურად ადვილად მივხვდი და აღმოვაჩინე, მე წლები აღმოჩენილიც მაქვს და მიმღებლობა მაქვს ამისი პატიმარი მამა. და ამან მივხვდი, რომ წლებთან ერთად ძალიან დიდი რაღაცა, არ ვიცი, დაღი დატოვა ჩემს რაღაცა კომპლექსია გიჩინა. კომპლექსი არა, იმდენად, რამდენადაც მამის დანაკლისზე უფრო ხო ხვდები, რომელიც რაღაც გარკვეულ ტრავმას ქმნის. ხო, და შემდეგ ამის მაგრამ რაც თავარია, წეგან მინდოდა ეს კითხვა და ამის თავარია ეს მიმღებლობა გქონდეს. ალბათ მე ფსიქოლოგები იტყვიან ამ საუბრისას, რომ ეს ჩვენი ტრავმები უნდა მივიღოთ ალბათ, ხო? ახლობლის დაღუპვას და გარდაცვალებას უფრო ცხოვრებას დავარქმევ ვიდრე ტრავმას. ტრავმა ალბათ არის ის, რაც წესით ბავშვს არ უნდა გქონდეს და ბავშვი ამას ხვდება. ჩემზე რას ვიტყოდი? მე მგონი ჩემი მშობლები უფრო იყვნენ ჩემს გამო სულ სტრესში და ტრავმირებულები, იმიტომ რომ ძალიან ურჩი ბავშვი ვიყავი. თავის შკოლაზე ვერასოდეს ვერაფერს ვერ მაკეთებიებდნენ, ყველაფერშივე წინააღმდეგებოდი და სულ ესე ხელში. აი მაგარ რა გახსოვს ის? აი ამას უძლებდნენ, იცი ჩემს აი სულ აი რაც თავი მახსოვს, აი წლინახების ასაკიდან მახსოვს ჩემი ცხოვრება და აი პირველივე ურჩობის დროს მახსოვს, აი მინდა იქ მივიდეთ ხო და კანალიზაციის მილი ის იყო ახთილი და იქაც მოვადინე ტრაპანი. ანუ ყველაფერში მივიდოდი. ანუ თავნებაბა შენ ყოფილ ხარ ტრავმების ის არა. ხო, ანუ მე წარმოვშობდი ოჯახისთვის. რეალურად და სულ მინდოდა რომ მე გადამეჭრა პრობლემა ჩემთვის შეეხედათ როგორც დიდისთვის და ჩემი აზრი მქონოდა, არ მჭირდებოდა ვთაკილობდი ყველასგან დახმარებას. მე თვითონ ყველაფერზე ვიძახდი მე თვითონ და მამაჩემ საკმაოდ ძიმე ხასიათების ისეთი კაცი იყო და აი ეს ჰქონდა ორთაბძოლა ოჯახში აი ამ პირველობის და ეხლა რო ხვდები აბა რისთვის მაგრამ ვიცი ასაკში მამას მთლიანად მე მოვუარე, აბსოლუტურად მთლიანად მე მოვუარე და ეს რაღაცნაირად ხელი ჩამოვართი და თანაბარი ძალები აღიარეთ ერთმანეთის.
არ ვიცი, ვერ ვიტყოდი ტრავმებს, ვიტყოდი სირთულეები, რომელმაც პრინციპში აი ამ სირთულეებმა შემქმნა მე. სამწუხაროდ არის ბევრი ადამიანი, ვინც ბავშვობაში ეხლა სამწუხაროდ გახშირდა ეს, მაგრამ ადრე ჩემ დროსაც თქვათ იგივე სკოლებში, ბაღებში ბულინგის მსხვერპლნი იყვნენ. ან რაღაც საზოგადოებასთან ადაპტირება უჭირდათ, ან ოჯახში ქონათ მძიმე რაღაცა ისეთი სიტუაციები, რომ ეს ყველაფერი შემდეგ მართლაც მძიმე ტრავმად რჩებოდა მათ ცხოვრებაში. მე საბედნიეროდ, მადლობა ღმერთს, რაღაც ასეთი ვერაფერი ვერ გავიხსენე, დამჯერი ბავშვი ვიყავი, დიდათ არავინ არ მიბარაზდებოდა, მაგრამ ერთი რაც მქონდა, ჩემი სამყაროში მცხოვრები, მე ვიღაც იქ ვარ. ჩემი სამყარო მქონდა რაღაც ნაჭუჭივით და სულ იქ ვიყავი, იქ მქონდა ყველაფერი, ასე ვთქვათ. თუმცა რაღაც სხვა ტრავმები ბუნებრივია, აი ზუსტად 10 წლის ასაკში, მაგალითად დეიდაშვილი გარდამეცვალა უცბად, ჩემზე ოდნავ პატარა და დიდხანს დამჭირდა გამოსვლა და ეხლა რომ ვკითხულობ, ჩანაწერებს ვაკეთებდი და ლექსებს ვწერდი. მაშინ მაქვს დაწერილი, რომ მე ვერასოდეს ვეღარ ვიქნები ისეთი ბედნიერი, იმიტომ რომ აღარ მეყოლება არასდროს გვანცათქო და ამან იმხელა ჩემზე გავლენა მოახდინა. ჯერ ერთი ყველა ადამიანი მიყვარს, ვისაც გვანცაქვია. აი რომ ვხედავ, მგონია რომ რაღაც ჩემიანია, რომ გავიგებ და ნუ ასე შემდეგ და კიდევ ერთი აი უმძიმესი ძალიან პატარა ვიყავი თბილისის ომის დროს პირველი სკოლა რომ დაიწყო ჩვენი რაღაც საგვარეულო სკოლას ვეძახი იმიტომ რომ ყველა იქ გავიზარდეთ მთელი ოჯახი მამა ჩემი მამი და ჩემები მოკლედ და ეს მახსოვს რომ ვიდექი სკოლასთან და ძალიან დიდხანს ვტიროდი და შემდეგ სულ ხატავდი დამწვარ სკოლას ხატავდი მე თავიდან ასე ვთქვათ აშენებულ აღორძინებულს და მაშინ ძალიან მაგარი დირექტორი ყავდა ლიანა შეწირული ჩვენ სკოლას და ისე მოახერხა ამ ქალბატონმა რომ ეს უზარმაზარი სკოლა მალე დაამთავრა და მე დავამთავრე პირველი სკოლა მაგრამ ამან იმხელა რაღაც დამიტოვა რომ პირველი რასაც აი თქვათ ადამიანებზე სულ კითხობ რომ სკოლაში სწავლობდა ხო შეიძლება რაღაც იკითხო მაინტერესებს რომელი სკოლელი იყო აი რატომღაც რა ჩვენი პირველი რესპონდენტი გახლავთ ქალბატონი ნუნუ ჯეირანაშვილი ქალბატონ ნუნუ მადლობა რომ ჩვენთან ხართ საკმაოდ მძიმე მომენტები გაქვთ ცხოვრებაში განვლილი ძალიან მძიმე ცხოვრება მაქვს გავლილი ძალიან რომ არ ვიცი. პირველი ალბათ 9 აპრილი იყო ჩემთვის, რომელიც 3 თვე ვიწექი. მეორე ჯგუფი მომწეს მაშინ იქ. მე უკვე თავდაცვაში მსახურობდი, ოფიცერი ვიყავი, ახლა დღეს პოლკოვნიკი ვარ. 93 წელი. ომი აფხაზეთის ომი. ახლა დეტალურად ვერ მოვყვები ვერაფერს, მაგრამ სნაიპერი ქალბატონი იყო ისიც პრიბალტიკელი, რომელიც არ ვიცი რა, გაწყვიტა მთლიანად ალბათ. და დაახლოებით მეც ვიცოდი სად იყო და ჩაუსაფრდი ხეზე ვიჯექი 2 დღე და ღამე. და მესამე დღეს მანაც დამინახა, მეც დავინახე, ვაჯობე იმით, რომ კამრით მივები ტოც. თავი დავხარე დაბლა. და ვერ დამინახა და გასროლა მოხდა ამით. ალბათ ამოისუნთქა და როდესაც ჩამოვედი მე მაინც იმდენად დაღლილი ვიყავი რომ იქ დანაღმული იყო ყველაფერი. ეხლა ნაღზე რო ფეხი დაადგა, ნაკუწევად გაქცევს და არ ვიცი რა მოხდა რომ ეს ნაღმი აფეთქდა და ამიტანა და ჩავიმარხე მე. არ ვიცი დაზვერვის ბიჭები ამბობენ რომ 45 წუთი იყავიო დამარხსანამ ამომთხარეს და ამომიყვანეს. ფაქტიურად დასაფლავებული ვიყავი. ყველა ფეხი მაქვს მოგლეჯილი, დამწვარი, ყველაფერი მუცელი, თავი, რა გითხრათ. აღარაფერი არ მიმუშავდა და აგუძერის ჰოსპიტალში მორგში დამდეს იქ. იქ ვიყავი 3 დღე და ღამე. ცხედრები რო გამქონდათ დასამარხად და ალბათ მეც უნდა გამოვიყვანეთ თითი გავანწრი. ამით გადავრჩი. მე გადმომაფრინეს თბილისში. ტრამვა ძალიან დიდი მაქვს. მაგრამ მე ჩემ ხალხსაც და ყველას გირჩევთ. სიცოცხლეს გაუფრთხილდით, მაგრამ სიყვარული ისწავლეთ ყველამ. ერთმანეთი გიყვარდეთ. თუ გინდათ რომ ეს ქვეყანა კარგად იყოს და ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა ამ განსაცდელისაგან. ჩვენ ბევრი ომები გვაქვს გადატანილი და გვეყოფა. თუ სიყვარული არ გაღვივდა ამ ქვეყანაზე, ისე არაფერი არ იქნება.
არ შეიძლება ესე მოსულა ომი, ვისე ომები, რასე ომები. ომი წარმოდ გამარჯობა არ არის ომი. საშინელება, მაგაზე საშინელება არაფერი არ არის. არაფერი. მე ძალიან დიდი ტრავმა, ეხლა ბავშვური ტრავმებიო. ხიფათიანს მეძახდნენ, იმიტომ რომ ეხლა რო გითხრათ, რომ ეხლა ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი ვიყავი არა, მაგრამ საკმაოდ კარგი გოგო ვიყავი. მეხსიერებაც კაი მქონდა, განათლებაც კარგი მქონდა, მაგრამ მე დავკარგე მეხსიერებაც, ვერ წერდი, ვერ ვკითხულობდი, ვერ ფერებს ვიცნობდი, თავიდან დავიწყე ყველაფერი და დღეს თავიდან ვიწყებ კიდე ცხოვრებას. პლუს ეხლა მყავს ერთი შვილი, მაგრამ პირველი შვილიც დამეღუპა. არ ვიცი, მაგრამ არასდროს ჩემ ტრამას მე არავის არ ვახმოვ. სულ პოზიტივი მინდა სულს. ასეა თუ ისე რაღაც სმენა მაქვს სიმღერისა და 6 წლისა მე ფანდური დაუკარე და დის სცენაზე ვიმღერე. მაგრამ არ ვიცი, ალბათ ესეც ხელოვნება. არ ვიცი, ეს რა არის, არ ვიცი. ეს არის ჩემი მისია. ეს არის ალბათ უფლისგან ბოძებული, რომელიც მეს გზა უნდა გავიარო და ასე არ ვიცი, რა გითხრათ. პატრიარქმა დამლოცა, ვიყავი და მხოლოდ ფიციდავდი, რომ იარაღისთვის ხელი აღარ მომკიდია დარსმა. შეიყვარეთ ხალხო ერთმანეთი, გიყვარდეთ ერთმანეთი, თუ გინდათ რომ კარგად იყოს ყველაფერი. გიყვარდეთ ერთმანეთი. ძალიან დიდი მადლობა. სიცოცხლეს არაფერი არ ჯობია ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა და გახმებით ყველა სიტყვაში. სტუდიაში სტუმრად გყავს ჩვენთვის უსაყვარლეს დიდი მუსიკოსი დავით ევგენიძე, მოგესალმებით დავით. დათო. მოდი ასე მინდოდა მე, კაი, დათო ევგენიძე. დავით ჩვენი დათო ევგენიძე, მაშინ ასე ვთქვა. ჩვენი დათო ევგენიძე. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა დაპატეჟებისთვის. ბავშვობის ტრავმებზე ვსაუბრობ და მე რაც მახსენდება შენი მონათხრობიდან ალბათ დის გარდაცვალების თემა იყო ის, რამაც დათოზე საერთოდ შეცვალა თელი ჩემი ცხოვრება. მე ბავშვი აღარ ვიყავი, პრინციპში 18 წლის ვიყავი, მაგრამ თვითონ ეს შემთხვევა რა წარმოუდგენელი იყო, იმიტომ რომ როგორც გავიგე ამას კიდე ის მოყვებოდა საოცრება რა, რომ უნდა ჩემ თავს ვაბრალებდით ერთ ცხოვრება, იმიტომ რომ უნდა წამოსულიყავი წესით წინა დღეს. და ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, რომელ დღესაც მე არ წამოვედი. ვიყავით მე, ირაკლი ჩარკვიანი, გეგა, აი ყველანი ჩვენი ბავშვობის მეგობრები, ლევან კერესელიძე, გეგა და დავრჩით რა ერთი დღე. და დილას წამოვედით რა. და ქობულეთში დავტოვე ჩემი და დედასთან ერთად და იმ წელს ჩავაბარე მოსკოვის კონსერვატორიაში. რამოდენიმე დღის ჩამოსული ვიყავი რა. და რომ მივედით გრიგოლეთში უნდა წასულიყვნენ წესით და იქ უნდა გამევლო მათთვის. და რომ მივედით ნამტირალები თვალები დამხვდა ეს ქალბატონი ვისთანაც სტუმრად უნდა ყოფილიყვნენ და ზემ დაარწყაო შენ დასო თავში ესე მეუნება რა. და ქობულეთში წავიდნენ და მანქანაში რომ დავბრუნდი ძღოლი მეკითხება რომ რამდენი წლის იყო წარსულში ახსენა ხვდები რას გეუბნები და იქ მივხვდი რომ დააღარ მყავს რა და ეს როგორი რაღაცა იყო ისე ჩემთვის ეს გზა მაინც ვიჯერებდი რომ მართლა მზემ დაარტყა და ლიამ მე მაჩუკა ის რაც დღეს არის დათო ევგენიძე თუ კი რამ ფასეული ჩემში გაჩნდა ყველაფერი ჩემთვის ნაჩუქარია. თავიდან ბოლომდე ლიამ მაჩუკა ეს ყველაფერი და ჩემი შემოქმედებაც საერთოდ შეიცვალა. რასაც წერდი იქამდე სანამ ლიამ დამტოვა და რაც იწერებოდა მერე. და პირველივე ნაწარმოები რაც დავწერე იყო ეს რექვიემი მიწღვნილი ჩემდაზე. დათო, როგორ უთხრათ მაყურებელს, როგორ გარდაიცვალა საბოლოოდ? ეს მოხდა ძალიან უცნაურად. ბავშვები თამაშობდნენ ზღვაში რომ გვიყვინთავებია ერთმანეთი ხო იცი რა? რამდენი წლის იყო? 16 წლის. 16 წლის. და აი ეს მეგობარი ბავშვები აყვინთავებდნენ და ეთყობა ცოტა მეტი დროით დაიჭირეს და გული გაუსკდა. და სისხლი რო წამოუვიდა, ამათ შეეშინდა და გამოიქცნენ. ნუ პატარები იყვნენ ისინი 14, 15, 16 წლის ბიჭები იყვნენ რა. და ზღვამ წაიღო და მე ვერტალიოტით რო ეძებდნენ და კატერებით იქ ერთ-ერთმა ვერტალიოტმა დაინახა რომ კამერა ეჭირა ხელში და დედაჩემ შეატყობინეს რომ ვიპოვეთო და ცოცხალი ეგონა დედას და ამ დროს გარდაცვლილი იყო გული გაუსკდა შიშით
და მე ძალიან უცნაური ისტორია ტრამვებზეა ჩვენი გადაცემა. ძალიან ბევრი წელი გავიდა და ვიღაცა ბიჭი მოდის ჩემთან და მეუნება რომ მეო ისვა რომ ვინ ჩააყვინთა შენ დასო. და დამნაშავე ვარ და ავდექი და ჩავიხუტე რა ესე გულში მოვეფერე რა. მე ვთქვი შენი ბრალი არ არის მეთქი ესე მოხდა თქო და ეს ბედის წერა იყო თქო რა. მაგრამ იმ ბიჭი როგორი ნაბიჯი გადმოდგა რომ ეს მოსულიყო და ჩემთვის ეთქვა ამდენი წლის მერე რა. და დღეს თუ მისმენს ნაპატიები აქვს უფლისგანაც და ჩემგანაც ეს არა მისი დანაშაული არ არის რა თქმა უნდა. რა ძნელია ამ ტკივილით იცხოვრო მთელი ცხოვრება იმ ბიჭზე მაქვს საუბარი ვინც ხო და აი მეც სულ გული შემტკივა და სულ კითხულობ ხოლმე მის ამბავს აი რაღაცა მხრივ ძმათ თვლი ვერ აგიხსნით რა იმ ტკივილის გამო რომელიც მან განიცადა იმ დროს რა ჩვენ ყავს სტუმარი ქალბატონი თეო ელიაძე მოგესალმებით რომელსაც ახალგაზრდობა ასე ვთქვათ თავისი გადაწყვეტილებით, მაგრამ მაინც დაუტრამვირდა თუ შეიძლება ასე რომ ვთქვათ სიტყვა ძალიან პატარა ასაკში გათხოვდა და რაღაცეთ შეიძლება თავისუფლებას, სწავლას, შეიძლება მეგობრებსაც, თუმცა ამ ყველაფერზე ჯობს თქვენ ისაუბროთ, მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიჭირს საერთოდ საუბარი ჩემ წარსულზე, იმიტომ რომ რამოდენიმე თვის წინ მთელი 50 წუთი მომიწვა ერთმა გადაცემამ და გული ვიჯერე, მოკლედ. მთელი ეს ნაგროვები, ამდენი წლის ტკივილი, ხმამაღლა ვისაუბრე. კიდევ ერთხელ ვინანე ცხოვრებაში, იმიტომ რომ ოჯახის წევრები დავკარგე ამ გადაცემის შემდეგ. მე მინდა მივმართო დედაჩემს. დედა, მაპატიე კიდევ ერთხელ რომ ვისაუბრე შენზე ხმამაღლა. და მიმიღე ისეთი, იმიტომ რომ მე არასოდეს არ მithოვია დედაჩემისთვის ან პასუხი არ მომithოვია მისი ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ დედაჩემი არაფერ შუაში არ იყო. უკაცრავად, ეს გადაწყვეტილება ჩვენმა მაყურებელმა არ იცის. მოდით გვითხარით. ვისაუბრებ აუცილებლად. მე გამათხოვეს 14 წლის ასაკში ადამიანზე, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი, არც სახელი ვიცოდი მისი. ეს იყო 90-იან წლებში, გამათხოვა მამამ და ბაბუამ. დედაჩემს ჩავამატებ კიდევ გავაგრძელებ იქიდან, რომ ეთკინა და შერცვა, იმიტომ რომ სხვა თაობის ადამიანები არიან და შერცვა, რომ აი რა სიტყვის ეს ხალხი მაინც ხალხს უყურებს, მიხვდით და არ მაპატია გულის სიღრმეში, რომ ხმამაღლა ვისაუბრე. განა იმიტომ ვისაუბრე, რომ თავის გადარჩენა მჭირდება, არა. იმაზე ვისაუბრე და იმიტომ ვისაუბრე უბრალოდ წლების შემდეგ, რომ არის დღემდე არის შემორჩენილი ეს პრობლემები იმათ თუ ამ საქართველოს იმათ თუ ნაწილში. ჩემი გათხოვება მოხდა მოულოდნელად, მე აჭარის ერთ-ერთი სოფლიდან ვარ. საშინელება იყო ქორწილის დღეც თუნდაც, იმიტომ რომ უცხო ადამიანთან გაუცხოება, ურთიერთობა, საუბარი, ასაკობრივი სხვაობა ძალიან დიდი იყო, 12 წელზე მეტი იყო და ანუ ისეთი შეშინებული, დასტრესილი ვიყავი, როცა მამამ არც დამემშვიდობა, არ უნდოდა რომ დამშვიდობებოდა ქორწილის მომენტში, იმიტომ რომ იცოდა რომ მე ვკვდებოდი, ისედაც ვკვდებოდი, ყოველ დღე ცუდად ვიყავი. არ უყვარდით ამ მამას თუ რატომ? არა, როგორ არ ვუყვარდი, ძალიან კარგი მამა მყავდა, ძალიან კარგი ადამიანი, მამა ჩემი გარდაცვლილია და არ მინდა საუბარი. უბრალოდ მაშინ იყო წესები და ირგვლივ იყო პრეცედენტი. მე პირველი არ ვიყავი ამ ასეთი როგორ თქვა შემთხვევის ხო, იმიტომ რომ ჩემს ირგვლივ იყო ჩემი კლასელებიც იგივენაირად გათხოვდნენ მეზობელი და ამიტომ ჩემთვის ისეთი მტკივნეული იყო ამის სიტყვებით გადმოცემა ძალიან მიჭირს და ძალიან დიდი დაღი დამისვა მოკლედ ხო და როცა მამამ შემომხედა და რომ გადავხვდი მისკენ და რომ მოუხვია ფეხებზე ხელი, ბოლო ხმაზე ვტიროდი, მეთქი არ დამღუპო, არ დამტოვო, აქ სულ ვტიროდი, მაგრამ სიტყვა რადგან იყო მიცემული, არაფრით აღარ წაიღეს სიტყვა უკან და დავრჩი ხანმოკლე მოხდა ჩემი
ამ ოჯახში ყოფნა კიდევ ვიმეორებ რომ დღემდე ურთიერთობა მაქვს და პატივცემ ჩემ მეუღლეს რაც არ უნდა მოხდა რაც არ უნდა მოხდეს იმიტომ რომ ჩემი შვილების მამაა და პატიებას არავის არ ვთხოვ მხოლოდ დედას ვთხოვ რომ მაპატიოს თუ მტკივნეული იყო წინა გადაცემა და გთხოვ დედა რომ დამიბრუნდი და გამესაუბრე და არ შეგცხვეს ჩემი იმიტომ რომ მე შენი არც არ შემცხვენია და არასოდეს არ მითქვი, არ მომითხოვია პასუხი თუ რატო. მე ვარ ძალიან მიმტევებელი. უბრალოდ ფიქრობ ეხლა 47 წლის ვარ და ვფიქრობ დღემდე რომ ალბათ ძალიან კარგი მოხდა რომ გავიარე ეს გზა. იმიტომ რომ არ ვიცი ვინ ვიქნებოდი. ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ ყველაფერმა ჩემს ცხოვრებაზე. ის უცებ რომ ბურთს თამაშობ ეზოში და ბავშვობა წაგართვეს და უცებ შვილი გიჭირავს ხელში. საერთოდ არაფერი არ იცი როგორ უნდა აჭამო. მაშინ მშობლების დამოკიდებულებაც ცოტა სხვანაირად იყო, იმიტომ რომ თავარს ვიტყვი, მე არ ვიზრდებოდი დედასთან და მამასთან. ერთი წლის ასაკში გამასხვისეს არა, ვიყავი, ბიძას ოჯახში ვიზრდებოდი, ბებიასთან, ბაბუასთან, დეიდებთან და ბიძასთან. და ამანაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ტრამვებში. იმიტომ რომ სულ მენატრებოდა ჩემი ოჯახი. მინდოდა რომ სულ მათთან ყოფილიყავი. დედმამიშვილებთან ყოფნა მინდოდა. 5 დედმამიშვილი ვართ და ძალიან მიყვარს ყველა ვგიჟდები ისე მიყვარს, მაგრამ მაინც არის მაგრამ, იმიტომ რომ მე სტუმრად მივდიოდი ჩემს საკუთარ ოჯახში. ისინი იქ ცხოვრობდნენ და ყოველთვის თუ კი რაიმე შეიძენდნენ ახალ ნივთს არამე სულ მეუბნება და ნახე ჩვენ ეს გვიყიდეს ეს ჩვენ ისინი იყვნენ ჩვენ და მე ვიყავი ერთი თეო 5 დედმამიშვილიდან თქვენ მხოლოდ ერთადერთი ცხოვრობდით ცალკე კი ოჯახში იგივე ბიძასთან რატომ იცით რა პირველი მე ვიყავი დედმამიშვილი უფროსი შვილი მე ვიყავი და მე მიყოლებით თავიდანვე იქ გაგიშვეს თქვენ? 1 წლის ასაკიდან კი 1 წლის. მე პირიქით ვიფიქრე შეიძლება რაღაცა ის იდუხჭირა იყო ყველა ვერ ეტევდა და პატარა რო დაიბადა თქო და პირიქით იმიტომ რომ ბევრი შვილთან მიყოლებით გააჩინა დედამ და აქედან გამომდინარე. შემდეგ რო გაშორდით ხმას აღარ გათხოვდით? არ გავთხოვ, იმიტომ რომ ჩემი მიზანი იყო კიდევ ვიმეორებ, რომ ორივე შვილს უნდა ესწავლა და თავისი სახელი უნდა ეთქვა ცხოვრებაში. მე რაც ვერ გავიარე, ყველაფერი გავუკეთე ჩემ შვილებს მარტო 19 წლის ასაკიდან მარტო ხელა დედა ვიყავი. და ყველაფერი გამომივიდა. რაც არ ჩამიფიქრებია, ისიც გამომივიდა და კიდევ ვიმეორებ, არავინ არ იცის ვინ როგორ თვლის ბედნიერებას. როგორ აღიქვამს ბედნიერებას, უფრო სწორად მე ვარ უბედნიერესი, იმიტომ რომ ორი უჭკვიანესი და ულამაზესი გოგონას დედა ვარ. ძალიან დიდი მადლობა. მართლა თული მოსასმენი იყო თქვენი ისტორია, მაგრამ გილოცავთ ამ გამარჯვებას ნამდვილად. ქალბატონი მაია ბარათაშვილი არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. ყოველთვის გვიხარია თქვენი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში, თუმცა დღეს ცოტა ესე ვთქვათ, შედარებით უფრო ალბათ მძიმე არის ალაპარაკო თემა, რადგან ყველა ადამიანისთვის ის რთული გზა და ტრაუმები, რაც აქვს მიღებული, რა თქმა უნდა, ძალიან პირადია და როდესაც ესე გამოგვაქვს, თლად მარტივიც არ არის. მოდით თქვენ მოგვიყევით თქვენი ისტორია და მნიშვნელოვანი არის კიდე აი უკვე ზრდასრულ ასაკში როგორ იკითხება თქვენს ყოველდღიურობაში სად ხედავთ აი იმ ტკივილს სარკისებურად სად შეიძლება რომ აირეკლოს. დიდი მადლობა. პირველ რიგში მე ერთი ძალიან საინტერესო ისტორიით მოვედი კრიმინალური ფსიქოლოგიიდან, ფსიქოლოგიის არქივიდან. ეს არ არის ჩემი ისტორია, მაგრამ ძალიან საინტერესო кейსია. ჩემ შემთხვევაში რაც მოხდა, რა თქმა უნდა, გარკვეული ტრამვები ყველას გვაქვს. მე დედა ადრე გარდამეცვალა 15 წლის ასაკში, დამრჩა მამა. ფაქტურად მთელი ცხოვრება ჩემ ასე ვთქვათ მხრებზე დამაწვა ძალიან ბევრი რამე, მე ვშოულობდი ფულს, მე ვსწავლობდი, ადამიანი უნდა გამختارიყავი და გადამარჩინა მუსიკამ. აი ამას ვიტყვი მოკლედ და დღეს რაც ვარ ესა ვარ, აქა ვარ და ეხლა ისტორია.
ისტორია, როგორც გითხარით, კრიმინალური ფსიქოლოგის არქივიდან არის, როგორ შეიძლება ერთმა სიტყვამ შეცვალოს ერთი ადამიანის ცხოვრება. მოკლედ, ერთ-ერთ ქალაქში მოსახლეობამ შეამჩნია, რომ ღამე საფლავები იყრებოდა და გვამები იყო ამოთხრილი და გვამები იყო მდედრობითი სქესის. დაიწყეს გამოძიება და მიადგნენ ახალგაზრდა ბიჭს. საკმაოდ სიმპათიურს 25 წლის ბიჭი იყო და აღმოჩნდა, რომ თურმე ამას ყველაფერს ჩადიოდა ერთი ადამიანი, ეს ახალგაზრდა ბიჭი და ჩვენ მივადექით ახლა ექიმი გვიზის აქ ჩვენთან, მივადექით თემას, რომელსაც ქვია ნეკროფილია, ეს არის ძალიან მძიმე გადახრა ფსიქოლოგიური, სექსუალურ საფუძველზე. ეს ჩვენ ყველამ ვიცით. ეხლა მთავარი ის არის, როგორ გახდა ეს ულამაზესი ბიჭუნა ნეკროფილი და რატო გახდა. მოკლედ, როგორც ყველა ახალგაზრდას, მას უნდოდა რომ გვერდზე ყოლოდა პარტნიორი, გოგონა და იწყებდა შეხვედრებს, არ გრძელდებოდა, ამთავრდებდა. მერე კიდევ იწყებდა სხვასთან, არ გრძელდებოდა, ამთავრდებდა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა გოგონა გამოიცვალა ამ ადამიანმა და მერე რო კითხეს, რატო ხდებოდა ესე, ისინი ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ. ნახეთ, როგორი საინტერესო მიზეზია. ჩვენიერ დღეს იმედგაცრუებული, რომ ვერ ნახა ნაკლებად მოლაპარაკე ახალგაზრდა გოგონა, იჯდა რესტორანში და გვერდზე მაგიდაზე იყო ესეთი რამდენიმე ახალგაზრდა და მიაყურა და ლაპარაკს და იმ მაგიდაზე ერთ-ერთმა თქვა ესეთი ფრაზა, ეტყობა იქ ვიღაცა არ შეასრულა თავისი პირობა და თუ ვნახავო ჩემ მეგობარსო მიწიდან ამოვთხრიო. ვიღაცამ თქვა სადღაც. ეს იყო ტრიგერი. ამ ბიჭმა გადაწყვიტა, რომ სულ არ მინდა რომ ქალმა ილაპარაკოს, წავიდა და დაიწყო საფლავებიდან ქალის გვამების ამოყრა. კატასტროფა, სრული კატასტროფა, გახდა ნეკროფილი და მერე აღმოჩნდა, რომ ბავშვობაში დედა, რომელიც იყო ძალიან ძლიერი და დიდი გავლენა ჰქონდა, იმიტომ რომ მარტო დედა ზრდიდა შვილს, ხშირად ეუბნებოდა ხოლმე თავის შვილს, ნუ ლაპარაკობ ბევრს, ენა ჩაიგდე. აი ეს არის როგორ შეიძლება ერთმა სიტყვამ, ახლა ძალიან მოკლედ მოვყევი, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე ისტორია. ძალიან მძიმე ისტორია, როგორ შეიძლება ბავშვობაში ნათქვამმა ერთმა სიტყვამ ადამიანი ესე შეცვალოს და მიიყვანოს უბედურებამდე. აი ეს იყო ჩემი ისტორია. მაია, თუ არ აქვს პიროვნებას რაღაცა მიდრეკილება იყო, რა თქმა უნდა. ფსიქიური აშლილობის, რა თქმა უნდა. მიდრეკილება იყო, რა თქმა უნდა. ჩვენს ბავშვობაში სკოლა ისეთი სისტემის იყო, სუენად ჩაგდებული უნდა მჯდარიყავი და ვინა მოგაღებიებდა ხმას. მაგრამ ნეკროფილი აქედან არ გახვდა, რომ ბავშვი იყო ეს მიდრეკილება, დედასთან კონტაქტი ფსიქოლოგიურ ყავშტუმრად და განმარტავს ალბათ, ის რაც არ ქონდა. ტრიგერზეა საუბარი. დედა არ იცნობდა შვილს და პირიქით ის რაც მისის სისუსტე იყო, კიდევ უფრო რა თქმა უნდა მიდრეკილება და წინაპირობა იყო. დიდი მადლობა, ხო, რაღაცა ნამდვილად მე სპეციალისტის აზრი ძალიან საინტერესო იქნება ამასთან დაკავშირებით. ჩვენი შემდეგი სტუმარი არის ლიკუნა ჩაჩიბაია, მოგესალმები და მადლობა რომ ხარ ჩვენთან დღეს სტუმრად და რასაკვირველია საინტერესო არის თქვენ შემთხვევაში ის ისტორია, რომელიც თქვენ გადაგხდათ თავს. მე ასე ვიტყოდი ძალიან რთული ისტორია, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ჩვენ გადაცემაში მოყოლილიც აქვს. რა თქმა უნდა, მოყოლილი აქვს, თუმცა დღევანდელ თემას ვფიქრობ ძალიან შეესაბამება და შეგვიძლია კიდევ უფრო მეტად გავშალოთ ეს თემა. მოგესალმებით, გთხოვთ მოგვიყვეთ თუ რა მოხდა და როგორი ესე ვთქვათ შედეგები იქონია ამან შემდეგ უკვე თქვენზე. მოგესალმებით პირველ რიგში, ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი იმედს, იმიტომ რომ არ მახსენდება გადაცემა, რომ თქვენ შიშმოპირების ინტეგრაცია არ მოგიხდინათ და ამისთვის ყველა შიშმოპირის სახელით გიხდით ძალიან დიდ მადლობას.
ჩემ შემთხვევაში რა მოხდა და როგორ ვითარდება მოვლენები. მოკლედ, რაც მოვისმინე, ჩემთვის ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ახლა. თუმცა ჩემი ამბავი ჩემთვის ამ დონეზე მძიმე არ ყოფილა, წინაზე არის უყვებოდი ესე. მოკლედ 16 წლის ვიყავი, როდესაც გადმოვარდი მე-9 სართულის სახურავიდან და ძირითადი კითხვა ჩდება ხოლმე რა გინდოდა სახურავზე, მაგრამ როგორც ჩვენმა ფსიქოლოგმა აღნიშნა, არის გარდატეხის ასაკი, როცა გჭირდება ის, რაც შენთვის საშიშია და უბრალოდ გაინტერესებს ეს საშიში მოვლენები და მოკლედ გადმოვარდი 3 დღის განმავლობაში ვიყავი კომაში და არ ვიყავი გონზე, თუმცა ყველა ჩემი ნათესავი და ყველა ჩემი ახლობელი ფიქრობდა იმას, რომ მე გავგიჟდებოდი, მე არ ვიქნებოდი ნორმალური ადამიანი, იმიტომ რომ მე ვიყავი ძალიან ცელქი მოუსვენარი თინეიჯერი გოგონა, რომელიც უხელობას ვერ გადაიტანდა, მაგრამ ჰოი საოცრებავდა რომ გავიღვიძე 1 ივნისს იაშვილის კლინიკაში, მახსოვს როგორი მადლიერი ვიყავი, რომ ხედავდი ზუსტად ესეთ შუქს, როგორც ეხა მე მანათებს და ვფიქრობდი მხოლოდ იმას, რომ მადლობა ღმერთს, რომ მე კიდევ ერთხელ შევძელი და მე ცოცხალი ვარ. ჩემთვის მეორე კი არა მე-1000 ხარისხოვანი იყო ის, რომ ეხლა ვარ ერთი ხელით. საერთოდ არც მახსოვს როგორია ორი ხელით ცხოვრება, მაგრამ მაინც. და გადავწყვიტე, რომ ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში დამეწყო აბსოლუტურად თავიდან. სპორტითაც არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი განხრით დავიწყე ახალი ცხოვრება და ჩემს მშობლებს ვაჩვენებდი ყოველდღიურად იმას, რომ ეს მომენტი იყო, იმიტომ რომ ჩემი გადასხვაფერება მოხდა და ჩემი სიცელქიდან უცებ დაიბადა მეორე ლიკუნა, რომელიც არის ნაზი, რომელიც არის კარგი ბავშვი, არ არის ისეთი ბრაზიანი, როგორიც იყო და მოკლედ დეტალები. ჩავერთე სპორტში და გადავწყვიტე, რომ დავხმარებოდი ადამიანებს, რომლებიც ზიან სახლში, რომლებიც თავიანთ ტრამვებს ვერ უმკლავდებიან და ჩემი მისია იყო ეს, რომ მე როგორც გავიცანი რატი იონა თამიშვილი და მან მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო, მეც ასევე მინდოდა მეთქვა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხელის ამპუტაცია გაუკეთეს, ან ეტლით მოსარგებლე გახდა, ან თუნდაც რაღაცა ტრამვის გამო ვერ გამოდის გარეთ და ვფიქრობ, რომ წარმატებით ვასრულებ, თუმცა ტრამვა შეიძლება ვერ მიიღოს ადამიანმა მე-9 სართულიდან გადმოვარდნის შემდეგ, მაგრამ შეიძლება მიიღოს ტრამვა, თუ ადამიანი რაღაცა ისეთ სიტყვას გეტყვის, რომელიც საერთოდ არ გეკუთვნის და ერთადერთი ჩემი 29 წლიანი ცხოვრების განმავლობაში მივხვდი იმას, რომ უსამართლობა არის ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება ადამიანები დააზიანოს, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ადამიანი მყავს გარშემო, ვისაც აქვს ეს ფოთვითი აშლილობა და რაღაცა მსგავსი არ ვიცი რა დავარქვა ამას, მაგრამ შფოთვითი აშლილობა აქვს ჩემ ძალიან ბევრ მეგობარს და აქვთ ზუსტად იმიტომ, რომ მათ მოიქცნენ უსამართლოდ. და ვფიქრობ ხოლმე, რომ ადამიანებს ძალიან კარგად აღნიშნა თქვენმა ერთმა სტუმარმა, რომ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და ვფიქრობ, რომ ვერც ტრამვა ვერ მოგვერევა და ვერანაირი რაღაცა დეპრესია ვერ და ჩაგვაგდებს სახლში და ვერ ზაგვაგდებენ და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენთან სტუმრად არის ჩემი მთელი ცხოვრების მეგობარი ზალიკო ბერგერი, რომელსაც საკმაოდ საინტერესო მრავალფეროვანი და მრავალმხრივი ცხოვრება აქვს გამოვლილი. ახლა ცოტა ხნის წინ, ასე ვთქვათ, რესტარტი მოახდინა თავის ცხოვრების, უკვე ცნობილია ეს ისტორია, აბსოლუტურად ფხიზელი აპდეიტი, ხო, ფხიზელ ცხოვრებაზე გადაერთო. ბევრი ფსიქოლოგი მუშაობდა მასთან ერთად ამ თემაზე, ბალიზე იმყოფებოდა და იქაც მოახერხა, რომ რაღაცა ისეთ კარგ პირობებში ყოფილიყო, მაგრამ რა თქმა უნდა, საკმაოდ ისეთი გმირული რამ ჩაიდინა მან თავისი გადაწყვეტილებით. ზალიკო, მოდი მოგვიყევი შენი ისტორია. თუნდაც რა იყო ის, რომ თქვა აი სასმელზე იყო დამოკიდებულება თუ ასე შემდეგ, საიდან დაიწყო, რატომ დაიწყო ეს ბავშვობის ტრავმები, თუ იყო რაღაცა მაინც სათავე იმისა, რომ რაღაცა თითქოს არ გაკმაყოფილებდა, რაღაცა მიუღებლობა ჰქონდა, შეიძლება სხვისიან საკუთარი თავის ან ასე შემდეგ. მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა, მოკლედ არც თუ ისე დიდი ხნის წინ პირველად ჰქონდა საერთოდ ფსიქოლოგებთან ურთიერთობა. რაც შემეხება მე და ჩემს პრობლემას ვთქვათ და ის რაც არის ბულინგი ან რაღაცა ბავშვობის პრობლემები, რაც შევხვდხევია თუ რაღაცა მე ძალიან მძიმე, ჩემთვის ძალიან მძიმე ისტორია გადამხდა, როცა პატარა ვიყავი, არც ისე პატარა, როცა ომი
დაიწყო, ესე იგი და ყველაფერი აირია, ცხოვრება რაღაც საშიში გახდა. ერთი ადამიანი დამემუქრა მოკლედ და იმდენად სერიოზული იყო ის, იმიტომ რომ იმას რამდენიმე ადამიანი ყავდა მოკლული. რომელი წელია ეს და 91. და შენ რამდენი წლის ხარ? მე ვარ 16-ის ხდები მაშინ. ხო და თან მე უფრო პატარა ვიყავი ხოლმე ყოველთვის არ ვიცი რა იმიტომ რომ გამორჩეული ვიყავი არ ვიცი მაშინდელი ვთქვათ იმ სოციუმიდან თან ჩემი სოციუმი ძალიან ლოკალური იყო და ძალიან პატარა ტერიტორიაზე ცხოვრობდი და ვარსებობდი მე შინაგანად და ის მეგობრები ვინც მაშინ მყავდნენ იმათ იმდენად შეეშინდათ ამისი სარავინ არ იცის თითქმის ეს ისტორია თითქმის კი არა მართლა და იქ პირველად მოვყევი ბალიზე და მე მივხვდი რომ რამდენად მაწუხებდა ეს რომ რამდენად მძიმე იყო რომ აი განსხვავებულობამ გამოიწვია ის ყველა მეგობრებმა იმათაც შეეშინდათ რომ მართლა მომკლავდა ეს ტიპი და ამის აქედან გამომდინარე იმათმა დამკარგეს რომ ჩემთან ერთად რო ყოფილიყვნენ იმათ რომ რაღაც არ შემთხვეოდათ და ყველაზე ძალიან მაგას განვიცდიდი რომ მეგობრებიც დაკარგვას და ყოველ დღე აი ესეთა თან მაშინ ზამთარი იყო ყველაზე ცივი ზამთარი თუ მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში თბილისში და აი ამ ყინვაში მოკუნტული აი ცივეში თან ფანჯრები დაიმსხვრა რაღაცა უბედურებას გავიცდიდით გარდა იმისა რომ რაღაცა უცბად შიმშილი და უბედურება დაიწყო ყველაფრიდან და ამ ჩემმა მეგობრებმა რომლებმაც ზურგი შემაქციეს და ვლოცულობდი რომ ღმერთო დიდებულო მეგობრები დამიბრუნე და ღმერთო დიდებულო გეძრები ყოველ დღე დღეში 900 ჯერ ვამბობდი ყველა მიყვარდეს და ყველას ვუყვარდეთ ხო და დაგიბრუნდნენ ეგ მეგობრები მერე ის მეგობრებიც თითქოს დამიბრუნდნენ რაღაც პერიოდის მერე, მაგრამ შეიძლება კიდე ცხოვრებისეულ სტიგმად გადამექცა, რომ ყველას ყვარებოდე და ყველა მყარებოდეს ისე, რომ აღარ გამერჩია ვინ იმსახურებს ამ სიყვარულს, ან შენ თვითონ რამდენად რომ შეაყვარო შენი თავი და შეიძლება საზოგადოებისთვის ძალიან მისაღები გავხდი ისა, მაგრამ ამან გარკვეული ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემა გამოიწვია, რომელიც არ იმჩნეოდა ესე საზოგადოდ. და შემდეგ აი ეხლა უკვე თქვათ ის გადაწყვეტილება რომ აი გამგზავრებულიყავი ბალიზე საკუთარი გადაწყვეტილები ძალიან რთულია ეგ აუცილებლად თვითონ უნდა მიიღო ადამიანმა გადაწყვეტილება იმისი რომ თუ რაღაცაზე დამოკიდებულად გრძნობ თავს და გინდა ამისგან გათავისუფლდე პირველად ანუ როცა ეგ პრობლემა ვიგრძენი ჯერ ბერლინში ვიყავი თქვათ რაღაც არბიტრაციო ცენტრში მიღებაზე და იქ მითხრეს რომ ეს თქვენი გადაწყვეტილებაა თუ ვინმე თქვენმა ნათესავმა დედამ ოჯახმა ან ვიღაცა გაიძულებთ რომ ესეთ გადაწყვეტილება მიიღოთ იმიტომ რომ შენ თვითონ თუ არა გაქვს გადაწყვეტილი და ვიღაცა ადამიანს ძალით ამკურნალებენ ოჯახი ან რაღაცა ამ შემთხვევაში ეს პირადი გადაწყვეტილება მაგ დროს ამ ბალიზე მიდიხარ და ამ ღვიძლი ნერგავენ უღმესი მადლობა თათა გიორგობიანი ჩვენი სტუმარი შენ თუ გაქვს ბავშვობის ისეთი ტრაუმები რომელიც შენთვის ესეთი მნიშვნელოვანი და აქტუალური რა თქმა უნდა, მეც მაქვს ბავშვობის ტრაუმები, იმიტომ რომ პრაქტიკულად არ არსებობს უტრაუმო ადამიანი, თუმცა ხარისხობრივად რა თქმა უნდა განსხვავდება ეს ბავშვობის ტრაუმები და უპირველეს ყოვლისა ვფიქრობ რომ ფსიქოლოგმა უნდა დაიწყოს სწორედ ფსიქოლოგია საკუთარ თავზე მუშაობიდან, ჩემს სასწავლებელში ეს პრაქტიკა სავალდებულოც კია. და მინდა რომ გავმიჯნო ზუსტად აი სამი ტიპის ტრაუმა, რაც აქ აღინიშნა პირველი ეს არის აი ესეთი ტრაგედიები, ერთჯერადი დარტყმითი მწვავე მოვლენები, ასევე არსებობს ქრონიკული ტრაუმები, რაც განმეორებადი ხასიათის არის და მესამე ტიპი, რომელსაც არ შევეხეთ დღეს, ეს არის განვითარების ტრაუმები, რაც გულისხმობს იმას, რომ თითქოს უჩინარია ეს ტრაუმები. თითქოს არაფერში კონკრეტულში არ ჩანს, თუმცა ძალიან დიდ კვალს ამჩნევს ბავშვს. ეს შეიძლება იყოს ქრონიკული ყურადღების დეფიციტი ბავშვისადმი. ეს შეიძლება იყოს მშობლის მუდმივი მოუცლელობა და არ მოსმენა ბავშვის. ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ ფიზიკური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, არამედ ემოციური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, რასაც შეუძლია არანაკლები ზიანი მოუტანოს ბავშვს. და აქ გაჟღერდა შფოთვა, შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, ნამდვილად არის პირდაპირ კავშირში ბავშვობის ტრაუმებთან და რა თქმა უნდა ადამიანის ცხოვრების ხარისხთან. გეთანხმებით ნამდვილად. ქალბატონი ნანა გოგიჩაიშვილი მინდა წარმოვდგინო ფსიქოლოგი. ჩვენ ახლა რამდენიმე ისტორია მოვისმინეთ და
დღევანდელ დღეს სხვადასხვა მიმდინარეობებია ფსიქოლოგიაში. არის სკოლა, რომელიც უარყოფს ეს ბავშვობის ტრავმების გავლენას და ეს გელშტატებს და ასე შემდეგ. არის გელშტატის სკოლა, რომელიც ეს უნდა დახურო ეს ბავშვობის ტრავმები და ეს უსასრულოდ გრძელდება რამდენი რაღაცა ბავშვობაში გეწყინა, ყველაფერს უნდა გაუვწორო თვალი და ამოხსნა და დახურო, ხო რაღაცა მარტივად რომ ვთქვათ. ანუ არსებობს თუ არა ეს ბავშვობის ტრავმები? თუ გადაჭარბებულია მათი მნიშვნელობა. ეხლა ძალიან აქტუალური გახდა და პოპულარული ამ ბოლო დროს და თქვენ გითხარით აბა თქვენი აზრი. ბავშვობის ტრავმები რა თქმა უნდა არსებობს და მოზრდილი ადამიანის ცხოვრების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხარისხის მარკერია თუ ძალიან გრძელი წინადადება არ გამომივიდა. ნახეთ მისი ქცევები, მისი თვითშეფასება დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თვითშეფასება პირდაპირ ასოცირდება ბავშვობასთან. ერთი კითხვა მაქვს და მე გააგზავნეთ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანი ყველა ბავშვი გაიზარდოს სასათბურე პირობებში, ყველაფერი იდეალური იყოს? არა, რა თქმა უნდა არ წარმომიდგენია. არ შენიშნა მიცე, არ წაიქცეს, არ შეეშალოს. მოდით დავიწყოთ ბავშვობის ტრავმის განმარტებით. რა არის დეფინიცია? არსი რას მოიაზრებს? ეს არის ბავშვობაში განცდილი, უსამართლობის, დამცირების, ღალატის, მიტოვების, უარყოფის შედეგი. ის დაუმუშავებელი წყენები, ბრაზები, იმედგაცრუება, რომელიც საჭირო დროს ვერ დამუშავდა მხარდამჭერი გარემოს, ოჯახის, დედმამიშვილების და ასე შემდეგ. და ზრდასრულობაში იჩინა თავი იმ ნიღბით, რომელიც მე ჩამოვთვალე ხა ბავშვობის 5 ტრავმა, რომლებიც თითო ტრავმას შეესაბამება. მაგალითად, უარყოფილი ბავშვი ხშირად ხდება უარყოფელი. არა, ხშირად ხდება ყველა ადამიანის სურვილის დამკმაყოფილებელი, რომ კიდევ ერთხელ არ იყოს უარყოფილი. უსამართლობის მსხვერპლი ბავშვი ხდება სამართლიანი, სხვისი უფლებების დამცველი. ან პირიქით, რატო მე ვიცი რა ნახეთ განზოგადება ეს ბოროტდება და კიდევ უფრო კი ბატონო, ტირანი თუმცა განზოგადება რომ რადგან მე ბავშვობაში განვიცადე ტრავმა ცალსახად და ერთპიროვნულად ვიქნები ბოროტი ადამიანი, ეს არ შეიძლება. ნახეთ ბავშვობის ტრავმის გაცნობიერება საიდან იწყება? მე რაღაცა მტკივა და არ ვიცი რა მტკივა და ვიწყებ თვითრეფლექსიას და ჩემს თავს ვეკითხები, ნანა რა გინდა? ან რა გტკივა და რაც გტკივა, რატო გტკივა? კარგი, ანუ ვაღიარე რომ მტკივა. უსამართლობაა, მიტოვებაა თუ ასე შემდეგ. აი ეხლა რას ვაკეთებ? ანუ სახელდება, აღიარება, სახელდება და მერე ან თვით რეფლექსიის საფუძველზე, თვითშემეცნების საფუძველზე ამ ტრავმის დამუშავება, თუ არა და სპეციალისტისთვის მიმართვა და ნახეთ მე პრაქტიკოსი ფსიქოლოგი ვარ და ძალიან ხშირად ვიწყებ ბავშვობის შესახებ ინფორმაციის ამოკრებას. ადრე ვეკითხებოდი რომ ასე ვიწყებდი, მომიყევით რაიმე სასიამოვნო და ნაკლებად სასიამოვნო თქვენი ბავშვობიდან. ეხლა ასე ვსვავ კითხვას, მომიყევით რაიმე მნიშვნელოვანი თქვენი ბავშვობიდან. ნახეთ, საით წავა? და უკვე პირველი ინფორმაცია. მე რა სიღრმეში ჩავალ ეს ცალკე თემაა. მაგრამ ნახეთ, როდის დამუშავდება ფსიქოტრაუმა, როდესაც მე დავსვავ კითხვას, რა მეორადი სარგებელი მივიღე ამისგან, რაში გამაძლიერა, რა შეცვალა ჩემში და ჩემი დღევანდელი ცხოვრების სტილი როგორია. თუ ბავშვობაში დედამ ვერ გიყიდათ კოპლებიანი კაბა, იქნებ წამალი გიყიდათ იმ ფულით, ან იქნებ პური გიყიდათ. მოდი დღეს შენ აიღე საკუთარ თავზე პასუხისგებლობა, წადი და შენ იყიდე. ოღონდ ნუ შევალთ მსხვერპლის სულში. მე მანდ ადლერისეულ ვერსია. და თუ მე მსხვერპლი ვარ, მაშინ სრულიად სამყაროა ჩემთან დამნაშავე, იმიტომ რომ დედამ არ მიყიდა კაბა. ეხლა ჩვენ მივედით სადამდე? სამყაროს აღქმა. პოზიტიურია თუ ნეგატიურია? ჩვენ ტანჯვისთვის გავჩდით თუ ბედნიერებისთვის და მადლიერება სად არის რომ ადამიანები ვართ, უმაღლესი გონი გვაქვს, ცნობიერი გვაქვს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, როდემდე გრძელდება ბავშვობა 9-დან 21 წლამდე გარდატეხის ასაკად იცვლება, იცით? ახალი 9-დან 21 წლამდე. ახალი პერიოდიზაცია. დღევანდელი ბავშვები მე მგონი რა ვიცი. არა, თუმცა ყველაზე რთული ეგეც გავითვალისწინოთ, რომ ეს სხვა თაობაა, სხვა უნარებით მოდიან, გავითვალისწინოთ ისიც, რომ ყველაზე ასე ვთქვათ, ხელწერტილად ითვლება 13-16 წელი. ძალიან დიდი მადლობა. ნათიას მინდა ვკითხო, ნათიას რა ვაკვირდა რაღაცა მისგან მტკიცე ხასიათი მოდის, რაღაცა
პროფესიაში რაღაც შეუძლებელია ეს რაღაცა მათია ისეთი გოგო არო აი რაღაცა ცეკვის ტრამვებზე თუ გიდგავ რამეს რომ აი ფეხი ხო არ იტკინე ცეკვის არა ვერ დაგეთანხმები ძალიან ძლიერი ფსიქიკის ადამიანი ჩანს შორიდან რასაც ვუყურებ არ ვიცი ბავშვობის ტრამვები არ არის მხოლოდ აუცილებელი იყოს დიდი მოვლენა ან აუცილებლად მომდინარეობდეს ოჯახიდან პირდაპირ ფიზიკური დამსჯელობით ხო ვფიქრობ რომ ეს არის პატარ-პატარა ცოტ-ცოტა ყველაფერი ერთად მომავალში განსაზღვრავს ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ჩემს შემთხვევაში 10 წლის ვიყავი, როდესაც მიმიყვანეს საბალეტო სკოლაში. დღემდე ვარ მოცეკვავე და როგორც მოგეხსენებათ, იქ არის ძალიან მაღალი სტანდარტები, ძალიან დიდი მოთხოვნები და მე ძალიან განვიცდიდი ამას ყველაფერს, ძალიან გულთან ახლოს მიმქონდა შენიშვნაც და ზოგადად ამ ყველაფერმა ჩამოაყალიბა ჩემს ხასიათში და განცდებში ის, რომ მე უნდა ყოფილიყავი შეუცდომელი. ანუ შეცდომები არ დამეშვა და არ მიმეღო შესაბამისად შენიშვნები. ხო და მოკლედ ძალიან მაღალი ის სტანდარტები თუ პასუხისმგებლობა მაქვს საკუთარ თავთან, რომ მე მეტი მომეთხოვება, მე მეტი უნდა გავაკეთო, სულ უნდა ვივარჯიშო, სულ უნდა ვაკეთო. მაშინ ეს ყველაფერი მთავრდებოდა დარბაზში, ახლა გადმოტანილი მაქვს ცხოვრებაში და ყველაფერში, რასაც კი აბსოლუტურად ხელს მოვკიდებ. უნდა იყოს იდეალურად გაკეთებული. რა თქმა უნდა, არ ვართ ადამიანები იდეალურები და ამის უფლებას არ ვაძლევ მე ჩემ თავს. ვფიქრობ, რომ აი ეს ყველაფერი მოდის და მომდინარეობს ბავშვობიდან. ძალიან დიდი მადლობა ნათიას. მადლობა მინდა უთხრა ყველა სტუმარს. დღეს რაღაც განსაკუთრებული გადაცემა გვაქვს, იმიტომ რომ აი ყველას ისტორია იყო ძალიან შთამბეჭდავი. ძალიან საინტერესო და მე ვფიქრობ მაყურებლისთვის ძალიან დამაფიქრებელი იმ მაყურებლისთვის, რომელსაც ჩვენ ზუსტად ერთ კვირაში მომავალ 4 შაბათს დაუბრუნდებით. მადლობა რომ გვიყურეთ.